როდესაც შენ ხარ პატარა სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში, შენ ასეთი ტიპის ქვეყნები მუდამ არიან რაღაც დიდი ქვეყნების მხრიდან გავლენის მოპოვების საფრთხის წინაშე, ხო? ანუ დიდი ქვეყნები ცდილობენ მათ გადაყლაპოს ზოგიერთ შემთხვევაში გავლენის მოპოვებას და ასე შემდეგ და სწორედ პატარა სახელმწიფოებმა თავისი თვით გადარჩენისთვის უნდა შექმნან ძლიერი ალიანსები. აი, მაგალითად ისრაელის მოდელი რო ავიღოთ, ხო? ანუ ისრაელის გეოპოლიტიკური მდებარეობიდან და მისი მოსაზრ ქვეყნებიდან გამომდინარე წესით ლოგიკურად ის რომ ნეიტრალური ყოფილიყო ალბათ აღარ იარსებებდა როგორც სახელმწიფო, მაგრამ ერთი მხრივ უშუალოდ ებრაელი ხალხის სულისკვეთებიდან და მათი ეკონომიკური და სამხედრო შესაძლებლობებიდან გამომდინარე და მეორე მხრივ ძლიერი ალიანსებიდან გამომდინარე, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებთან რაც გააჩნია ისრაელს, ხო, ის დღემდე მტკიცე დგას ძლიერი სახელმწიფო არის და ერთ-ერთი რეგიონული ლიდერია, ხო? საქართველოს კონტექსტში და პატარა სახელმწიფოების კონტექსტში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო ალიანსები და ძლიერი საერთაშორისო ურთიერთობები, იმიტომ რომ შენ როდესაც ხარ პატარა ქვეყანა მცირე რესურსებით, შენ ძალაუნებურად გჭირდება შენ ძლიერი მეგობრები, რომლებიც დაგეხმარებიან სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება ეკონომიკა, ეს იქნება სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება და ასე შემდეგ.